კანონი როგორც ამას უკარნა გამარჯობათ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოძიებაც ბაჩანა ახალაიას და სხვა პირთა მიმართ მიმდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოვლენილ იქნა ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი. კერძოდ 2011 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით დილის 5 საათზე დაზარალებულს, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ ვასახელებთ, ბაჩანა ახალაიას დავალებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ბაჩანა ახალაიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ელოდებოდა ბაჩანა ახალაია. დაზარალებული მიყვანილ იქნა რესტორანში, სადაც რესტორნის კუპეში მას დახვდნენ ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები. იქვე იყვნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები. ადგილზე მისული დაზარალებული ბაჩანა ახალაიას დავალებით გააკავეს მისი დაცვის წევრებმა. ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც დაზარალებულს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და მას ხელფეხით დაუწყო ცემა. დაზარალებულის ცემაში ჩაებდნენ გიგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია, რომლებიც დაზარალებულს იმავდროულად მოკლით ემუქრებოდნენ. ცემა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა პერმანენტულად და დროგამოშვებით. ბაჩანა ახალაიამ ირონიულად შესთავაზა დაზარალებულს, ხომ არ ჰქონდა მას სურვილი მის საკუთრებაში მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანა ეჩუქებინა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტისათვის. დაზარალებულმა ახალაიას თანხმობა განუცხადა იმ პირობით, რომ არ მოეკლათ და თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკვინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისათვის, რომელიც მიაკითხავდა სახლში. ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ ეგრეთ წოდებული სპეცნაზის შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყდებდნენ. ეს დავალება სისრულეში იქნა მოყვანილი. დაზარალებული გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისში მდებარე გამოძიების მიერ დადგენილ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის 21 საათამდე. ამის შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ქალაქ თბილისში ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მას დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის იამბნა. აღნიშნულით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის მეორე ნაწილის განი ქვეპუნქტით, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით და 153 მუხლის მესამე ნაწილის ანი და ენი ქვეპუნქტებით, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. სასამართლოში შეტანილი იქნა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე ბრალი იქნა წარდგენილი ასევე გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ და აღმკვეთ ღონისძიებად ასევე მოთხოვნილი იქნა პატიმრობა. დაზარალებული სამხედრო მოსამსახურე არ იყო და მას რაიმე თანამდებობა თავდაცვის სამინისტროში არ ეჭირა.